მშვიდობისა ქართველებო, ეს არის 16 იანვარი და ეხლა არის 4 საათია რა. 5 წუთი. ხო, ერთ რაღაცას დავაფიქსირ, რომელიც ყოველთვის გიჭირთ ჩემი გვერდის მნახველებს. აი ვიდეოს რო ნახავთ, ნებისმიერს, კიდე ლაივს, კიდე დადებულ ვიდეოს და პოსტს და ყველაფერს. ზემოთ დააკვირდით, რომელი რიცხვის არის საერთოდ. როდის დადებულია. მოკლედ, მე ვიწყებ ახლა მოკლე ვიდეოების, როგორც შეგვირდით. შარშან და წელსაც დაგიანონსებთ, რომ აი მოკლე ვიდეოების შემოვისაზღვრები და ფრაგმენტალურად ვიწყებ ახლა მოკლე ვიდეოების დადებას, ინფორმაციულს. მაგრამ არის რაღაც ისეთი ვიდეო, ინფორმაცია, რომელიც იმის გარეშე ვერ გამოვა, რომ მე რაღაც სერიოზული ვიდეო რო არ გავაკეთებ. ნუ მოდი ამას ისე მხილება დავარქვათ, პრინციპში მხილება იქნება, ხო? ეხლა ყურადღებით მომისმინეთ ძალიან გთხოვთ და გააზიარეთ მაქსიმალურად. ყველა იმათთვის იქნება ეს ინფორმაცია. ვინც რელიგიურ ფანატიზმშია, ჯერ ერთი. და მეორე კიდე იმ პარტია ხალხისათვის, რომელიც ამბობს, რომ შენ ყველაფერს აბრუნებ, ნუ ანუ თავდაყრა აყენებ და ეს ხომ რაღაც აბა რა იყო ის ძველად რო იყო და რაღაცა შეეშვით ხო გიხარით. ამას რო ვერ გზნობთ მეგობრებო, ეს იმის ბრალია, რომ ნუ თუნდაც ბიბლიის იმაში ვერ ჩავწვით არში, რომ იწყება ახალი ეპოქა კი არა, დაწყებულია პრაქტიკულად და ყველაფერი რაც იყო ეს ყველაფერი წაიშლება, ნელა იშლება, რა თქმა უნდა, ერთი უცებ არ მოხდება. მაგრამ თუნდაც ახლა მე რასაც ვაკეთებ, შლი ძველს და ახალს გეუნებით, ვინაიდან ძველ ქვევრში ახალი ღვინო არ ჩაისმენა. აბა ახლა კარგად მომისმენთ მეგობრებო. ეს ის იმ საკითხის ნაწილია, უბრალოდ კიდევ უფრო გასამახვილებელი ყურადღება, რომელსაც მე რამდენი ხანია პერიოდულად მე თქვენ გეუბნებით. რამდენი წელია ჩვენ რომ ქრისტეს ველოდებით, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლას. უფრო სწორად რამდენი საუკუნე? 20 საუკუნე. ხო ასე? ხო. და მე ხო გითხარით ეს ბლეფია თქო ყველაფერი. და ეს ურიებმა ვაჩეჩეს ასეთაირად, რომ ყოველთვის ყოფილიყავი სულელის პოზიციაში, აკაკი წერეთლის არ იყოს, მას აქ კარგი განმარტება, სულელი რას ქვიაო და რომელიც ზის ადამი და სულ ელისო. ხო და 20 საუკუნე დაამთავრდა ის პერიოდი, ის ყველაფერი დამთავრებული, გადასული ვართ უკვე ზღვარს, ქრისტე აღარა ჩანს, რომლებიდან აღარ ჩამოდის. მაგრამ კიდევ უარეს გეტყვით. ეხლა იმ მეგობრებსაც გეუბნებით, ვინც გამოღვიძებულები ხართ. მითოლოგია კარგად ვიცით ჩვენ და ამირანის მითიც, ხო? ამირანის მითი რამდენი საუკუნეა ჩვენური, ცნობილი არის ჩემო მეგობრებო, ჩვენ წელთაღრიცხვამდე სადღაც მე-3 საუკუნეში გამოჩნდა. მაგრამ რომ გამოჩნდა მანამდე კიდე ხო იყო, მაგრამ კაი ჯანდაბას აღარ ვამ. ესე იგი, ამას ამ 20 საუკუნეს მატებული კიდევ ის 3 საუკუნე. 23 საუკუნეა ამირანი მიჯაჭვულია და ჩვენ დღეს კიდე ბავშვებს ვასწავლეთ, ჩვენ კიდე გონია, რომ ამირანი კიდე აიხებს ჯაჭვებს და კიდე გამოვა. 23 საუკუნე. იფიქრეთ ამაზე. კარგად მზადდებოდეთ.